სწრაფი გზავნილი მათთვის, ვისაც არსებულ ვიდეოს უჩვენებს. ნახოთ კონკრეტულად თქვენთვის რა ინფორმაცია არის საჭირო, რომ იცოდეთ და მოწოდებული იყოს თქვენთვის. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. სწრაფი გზავნილი თქვენთვის. ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად შეიქმნათ საკუთარი თავისთვის უსაფრთხო გარემო, კომფორტული გარემო, ეცადეთ უფრო მეტად იყოთ ორიენტირებული იმაზე, რა მოგწონთ თქვენ და რა განიჭებთ სიამოვნებას, იმიტომ რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი არის კომფორტის ზონა, განსაკუთრებით სახლის პერიოდში, როდესაც იმყოფებით არ აქვს მნიშვნელობა, ემიგრანტი ხართ, სამსახურში ხართ, სად ხართ, როგორ ხართ, თავარი არის ის გარემო, სადაც მოსვენების პერიოდი გაქვთ, მაქსიმალურად იყოს კომფორტის ზონა შექმნილი. იყავით უფრო მეტად ორიენტირებული საკუთარი თავის განვითარებაზე, საკუთარი სულიერი მხარის განვითარებაზე. ხო, თქვენთვის საკმაოდ კარგად მუშაობს ამ ეტაპისთვის ცეცხლის სტიქია. კარგი იქნება თუ რაღაც გაჭირვების მომენტში ან რაღაც შინაგანი ფსიქოლოგიური თემიდან გამომდინარე დეპრესია იქნება თუ ნებისმიერ რთულ პერიოდში უბრალოდ აანთებს ცეცხლის ალს, სანთელს აანთებ და უბრალოდ ილოცებ შენი სიტყვებით როგორც გინდა მიმართავ ცეცხლის სტიქია საკმაოდ ძლიერი დახმარებას მიიღებ. ასევე შენზე საკმაოდ კარგად მოქმედებს მცენარეები. კარგი იქნება თუ მეტი კომუნიკაცია გექნება მცენარეებთან, გახვალ ხოლმე ბუნებაში, თუ საშუალება არ გეცემა რომ გახვიდე ბუნებაში, თუნდაც ერთი მცენარე რო შეიძინო, რომ სახლში გქონდეს, იმიტომ რომ შენთან საკმაოდ კარგად მუშაობს მცენარეები და მოდი მთავარი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ინფორმაციაც რამ ეტაპისთვის, რაც ამ ეტაპისთვის გჭირდება. შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გქონდეს ფიჭოვან მცენარეებთან კავშირი. საკმაოდ კარგად მუშაობს შენზე. კარგი იქნება, თუ ესეთი წიწოვანი მცენარეებთან გექნება კომუნიკაცია, ის უფრო მეტად მოგძლევს სასიცოცხლო ენერგიას, უფრო მეტად დაგმუხტავს არსებული ენერგიებით. და პირდაპირ მნიშვნელობით იქნება შენი ერთგვარი წმენდის მომენტიც, ყველაფერი ნეგატიური, რაც იქნება არსებული მცენარეები მოგარიდებს. ასე რომ მეტი კომუნიკაცია ბუნებასთან, თუ გინდა რომ ენერგიები აღიდგინო, უფრო მეტად იყო საკუთარ თავში გაძლიერებული და რაც თავარი არის, უფრო მეტად იყო სუფთა პოზიციაში, გაწმენდილი ენერგეტიკის კუთხით.